საქართველოს ისტორიაში 15-16 მარტის ბრძოლები იყო ერთ-ერთი უდიდესი, ალბათ თავისი მასშტაბებით ის ასეთი მასშტაბების ომი საქართველოს არ ჰქონდა აქამდე გადატანილი. რატომ ლაპარაკობ? ის არ იყო ისეთი მრავალრიცხოვანი, მაგალითად როგორც ზოგიერთი ომი, მაგრამ იქ იყო გამოყენებული ავიაცია, იქ იყო გამოყენებული артиლერია და ეს დიდი მასშტაბები ხდებოდა ეს ყველაფერი და ამიტომ ყველამ გაიგო საქართველოს მოსახლეობამ, რომ ასეთი მასშტაბის ომი ეს პირველად მოხდა თითქმის საქართველოს ისტორიაში. ამ ბრძოლის შედეგად გადარჩა ათასობით სამოქალაქო მოსახლეობა. რატომ ამას ლაპარაკობ? აი ომის დაწყებამდე თითქმის ერთი თვით ადრე თუ სამი კვირით ადრე მოსახლეობამ დაიწყო ქალაქ სოხუმში დაბრუნება. აივსო ქალაქი ბავშვებით, სკოლები მუშაობდა, ხალხს იმედი ჰქონდა იქ მაცხოვრებელს, რომ ყველაფერი დადგებოდა თავის რიგზე და ერთი სიტყვით ქალაქი იყო სავსე. მოწინააღმდეგეს რომ შეძლებოდა გაერღვია ჩვენი წინახაზი და შესულიყო ქალაქი, იქნებოდა უამრავი მსხვერპლი. შეუძლებელი იყო ეს მსხვერპლი არ ყოფილიყო. ამიტომ ამ ომის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რომ ჩვენ გადავარჩინეთ ბევრი ათასი სამოქალაქო მაცხოვრებელი. მეორე შედეგი ის არის ამ ომის, რომ ჩვენ სამოქალაქო მოსახლეობასთან ერთად გადავარჩინეთ ბევრი ჩვენი ჯარისკაცის. და ყველაზე მთავარი შედეგი რაც იყო ეს, რომ ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, ამ ბრძოლის ფასი იყო ძალიან მაღალი. ამ ორი დღის ბრძოლაში ჩვენ ბრიგადამ დაკარგა სულთან 18 ადამიანი. გენო ადამიანმა მიიღო უდიდესი მონაწილეობა 23 ბრიგადის შექმნაში. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. მისი სჯეროდა ყველა პოლიტიკური მიმართულების ადამიანებს. და მან ყველაზე მთავარი შეძლო ის, რომ ყველა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები იმ დროისათვის გააერთიანა და ჩააყენა ყველანი ქვეყნის დაცვის სამსახურში. მისი როლი იმდენად დიდია, დღეს ძალიან წყის ერთი რამ, რომ საქართველოში ალბათ ცოტა მოიძებნება კიდევ ესეთი ადამიანები, რომლებიც აფასებენ მის ღვაწლს. მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს ეროვნული გმირი აქვს მინიჭებული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ახალგაზრდები, რომელიც იზრდებიან დღეს, მათ ცოტა იციან ამის შესახებ. მის ვაჟკაცობაზე და მის გმირობაზე. ეს ბატალიონის მეთაურები, რომლებიც ჩვენთან იყვნენ, დათო ღვინჯელია, პირველი ბატალიონის მეთაური, ვახტანგ მუკმანიანი, მეორე ბატალიონის, თემურ ზარანდია, მეექვსე ბატალიონის, მესამე ბატალიონის მეთაური გია ვეკუა. ესენი უკვე იყო საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული, აი ბრიგადის ჩამოყალიბებიდან ამ დღემდე უკვე საკმაოდ მომზადებულები შეხვდნენ აი ამ დიდ ბრძოლას. ხაზი განსაკუთრებით მინდა გაუსვა ნოდარ ჯიშკარიანს, ეს იყო артиლერიის უფროსი, რომელსაც უდიდესი როლი ითამაშა. მან დაიწყო ყველა იმ წერტილების განადგურება, რომელიც უქმნიდა ჩვენს შენაერთებს დიდ საფრთხეს და წინააღმდეგობას. დიდი როლი ამ ბრძოლაში ითამაშა კიდევ მეორე დღეს უკვე ჩამოსულა დამხმარე ძალებმა, რომლებიც მოვიდნენ დასახმარებლად. ეს იყო თეთრი არწივის გია ყარყარაშვილის ხელმძღვანელობით. კობა კობალაძის შენაერთი იყო ასეთი ქვარაია, რომელიც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი ოფიცერი იყო, რომელსაც აი იმ დროს სწორად წარმართა და შემოიყვანა დამხმარე ძალები, რომლის შედეგადაც ჩვენ მოვიგეთ. განსაკუთრებით გია ყარყარაშვილზე მინდა კიდევ ხაზი გაუსვა იმას, რომ გია ყარყარაშვილი თვითონ ეს პროფესიონალი სამხედრო იყო და მისი მოსვლით მან პრაქტიკულად ის მართავდა ამ ყველა ბრძოლებს სამხედრო წესების თანახმად. ამან უდიდესი როლი ითამაშა. ამ ომში დიდი ღვაწლი მიუძღვის იმ შენაერთსაც, სადაც ლევან ქეძიბაია მსახურობდა ეგრეთ წოდებულ სკარპიონს. მათ ამ ბრძოლის დროს თუ არ ვცდები 9 კაცი დაიკარგა ამ ბრძოლის დროს.